22 აგვისტოს გადამფრინველებზე ნადირობის სეზონი იხსნება. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უკანონო ნადირობის ფაქტების პრევენციის აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით სეზონის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კონტროლს ამკაცრებს, რა დროსაც გამოყენებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებები. ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრიორიტეტია. ნადირობის სეზონის გახსნის დღიდანვე კონტროლს ვამკაცრებთ განსაკუთრებით იმ ტერიტორიებზე, სადაც ხშირია უკანონო ნადირობის შემთხვევები. ჩვენი მიზანია სამართალდარღვევების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს ინადირონ კანონის დაშვებული წესებით. დეპარტამენტი ბრაკონიერობის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს. ვარ მონადირე, მაქვს დიდი სტაჟი ნადირობის სეზონის გახსნის შემდეგ ხშირად ნადირობ საქართველოს ტერიტორიებზე. მოვუწოდებ ყველა მონადირეს, რომ ინადიროს კანონის დაცვით, არ გამოიყენოს აკრძალული საშუალებები ნადირობისას, აიღოს შესაბამისი მოსაკრებელი გადამფრინველების მოპოვებისათვის, დავიცვათ წესები და ლიმიტები. ნადირობის მოყვარული ვარ, ძალიან ხშირად ნადირობ საქართველოს ტერიტორიებზე, სადაც დაშვებულია ჩვენი კანონის ფარგლებში. 22 აგვისტოს იხსნება სანადირო სეზონი, ყველას მოვუწოდებ ინადიროს ლიმიტების დაცვით და არ დაგავიწყდეთ სანადირო მოსაკრებლის შეძენა, რომლის ღირებულებაც გახლავთ 10